Ამურტი ბესიკის ქუჩაზე, სადაც დამაკავეს ხარებას მორმენალებმა, ესე ვთქვათ. ამოვიდა 6 სპეცრაზმელი, 3 შუა კარიდან, 3 უკანა კარიდან და დაიწყეს პირდაპირ ფიზიკური ანგარიშწორება. ძალიან მძიმე სანახაობა იყო თვითონ ეს ყველაფერი. მონაცემები იყვნენ ზოგს სისხლის დიოდა უჩიდან წვირიდან. ერთ-ერთმა მათგანმა მოიღო ტელეფონი, დაგვიწყო სურათების გადაღება, შემდეგ ვიდეოს გადაღება და იქ უნდა გვეთქვა ხარება მაგარი კაცია. არც ერთ მათგანს ეს არ გაგვიკეთებია და არავის არ გვითხოვს მსგავსი ფრაზა. ამ ყველაფრის მერე ჩაჩი წყრიდნენ და ჩატიდან ნახულობდნენ ხოლმე, ღებულობდნენ პასუხს, რომ უკვე საკმარისად ნაცემი ვიყავით, არ ვიყავით. იქიდან იღებდნენ დირექტივას, რომ რაღაცებს დაემატებინათ მათ შორის. კი ბატონო, იყო ეგეთ. დაკავების დროს დამისვეს კითხვა იქეთი, რომ რამდენს გიხდიან. აი ამ სპეცრაზმელებს შეიძლება ეს გულწრფელად დააჯერეს და სჯეროდათ, რომ აქ იყო რაღაცა დაფინანსებული ხალხი. მე ვინ ჩემხვდა საკმაოდ დაბალი გონებრივი განვითარების იყვნენ და შესაბამისად მათთვის ნებისმიერი თემის დაჯერება ძალიან მარტივია. მეთქი უკვე მოწამულია გაზით, იხრჩება დროზე ექიმი მოიყვანეთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მაკვდება. გააჭრა რაღაც კუთხით გაჩერდნენ? შეეშინდათ. უცებ 6-დან ერთი სპეცრაზმელი შეხვდა ხელში, დანარჩენები უცებ გაიქცნენ. და მოსამართლემ როცა დაინახა შენი მდგომარეობა და რა იყო მისი პოზიცია? როდესაც უკვე გამოვედი და ტელეფონი ლოკაციით მოვძებნე, იყო კედედეს სათაო ოფისში. და საბოლოოდ დაგაჯარიმეს? საბოლოოდ დამაჯარიმეს 2500 ლარით და აქეთ დამნაშავეთ მცნეს. ციხეში გინდატყდება, ისევ თვითონვე ყიდიან ინფორმაციას. იმაზე ფიქრი თუ რა დიქტატურაში უნდა გავიღვიძოთ ხვალდაზეგ, უფრო მეტად მძიმე მგონია და უფრო მეტად, ესე ვთქვათ, საშიში. ჩვენ ამას არ გავატარებთ, არ დავნებდებით. აი ეგ იყო ჩემი პასუხი მაშინ. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, თქვენ თვალსადევნებთ ერთ ცალკე აღებულ ეპიზოდს, ეს არ არის რომელიმე უკვე არსებული გადაცემის ნაწილი. დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში არის მიშა მეტრეველი, ადამიანი, რომელმაც გამოიარა ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული საწამებელი მანქანები და მთელი ის ჯაჭვი, რომლითაც სახელმწიფო უპირისპირდება რიგით მოქალაქეს. მადლობა პირველ რიგში ამ თემაზე საუბრისთვის და მზაობისთვის, რომელიც გამოთქვი, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი და ბუნებრივია ყველასთვის, ასევე შენთვისაც ძალიან მძიმე ამბავია ეს. კიდევ უფრო მძიმე ამბავია ის, რომ აქამდე სიმართლეს ვერ აღწევ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მოგანიჭეს დაზარალებული სტატუსი. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. მე ვეცდები ნაკლები ვილაპარაკო, არც ვიცი ჩემი მხრიდან რა არის აქ სალაპარაკო და კითხვების დასასმელი. დავიწყოთ თავიდან ნოემბრის იმ საღამოთი, როდესაც შენ აქციაზე გახვედი, რასაც მოყვა შემდეგ ყველაფერი, რასაც ახლა მოგვიყვება. გამარჯობა თორნიკე, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მოკლედ, ყველას კარგად გვახსოვს ნოემბრის პერიოდი, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ყველას ერთად გაგვიჩნდა ეს პროტესტის გზნობა, რომლის შემდეგაც უკვე გამოვედით ქუჩაში. ვიდექით საკმაოდ ბევრნი, ესე ვთქვათ და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად იმ პერიოდში უკავშირი არ იყო ჩვენი მთავრობისგან, ესე ვიტყოდი და საბოლოო ჯამში ეს აქციებიც გრძელდებოდა. იმისთვის რომ მომხდარიყო ამ აქციების ამ ტალღის შემცირება, ესე ვთქვათ, ჩვენ ნახეთ არაერთი მათი მხრიდან ნახეთ არაერთი ზეწოლის მცდელობა, რომელიც იყო პირველ რიგში თავიდან დარბევებიც, დაგვარბევდნენ და შემდეგ მეორე დღეს უფრო მეტი გამოვდიოდით ხოლმე ყოველთვის. იყო ხოლმე ის, რომ როდესაც იყენებდნენ ასევე კანონით არ დაშვებულ, ესე ვთქვათ, ნივთიერებებს დარბევის დროს, რომელიც იწვევდა წვას, რომელიც იწვევდა ასევე, მაგაზე BBC-მაც გააკეთა გამოძიება და მაგაზე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. რაც შეეხება ჩემ შემთხვევას, ჩემი შემთხვევა იყო ის, რომ 3 დეკემბერს მოხდა ჩემი დაკავება. განსხვავებული რაც იყო იმ დღეს, ყოველდღიურად ხდებოდა ხოლმე ყოველ საღამო-ღამე უბრალოდ ისევდნენ ხოლმე გაზის კაფსულებს და ამ პერიოდში ხდებოდა ხოლმე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის განთავისუფლება, მაგრამ ეს დღე იმით იყო განსხვავებული, რომ დაახლოებით ოპერამდე იყო ხალხის ნაკადი ჩამოწეული, იმიტომ რომ მანამდე უკვე პარლამენტთან ახლოსაც ვერ მიხვიდოდი, იმიტომ რომ
გაზის იმხელა იმ რაოდენობით, ანუ გაზის კაფსულების იმ რაოდენობით მოხდა გამოყენება, რომ გადათეთრებული იყოს ანუ რეალ ფიზიკურად ოპერის იქით ვერ წახვიდოდი რეალურად, ანუ ისეთი მანძილი იყო. ხო და იმ პერიოდში დაემთხვა, რომ ტელეფონი ხან იჭერდა ხან არა, ნუ ყველას გვახსოვს ეგ პერიოდი და ვეძებდი ჩემ მეგობარს უბრალოდ რომ გამოგვეყვანა ისე ვთქვათ. და ესე საერთო ნაცნობებით რო ხდება ხოლმე რომ იქ ვნახე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ბესიკის ქუჩაზე, სადაც დამაკავეს ხარებას მორმენალებმა ესე ვთქვათ. დაკავების პერიოდში, ანუ დაკავებისთანავე მე მათ ვთხარი რომ არ ვაპირებდი წინააღმდეგობის გაწევას და ჩვეულებრივად ვარდებოდი რა დაედოთ ფორკილები და მივყვებოდი კანონის ფარგლებში რაც იყო, ჯავკეთებინა. რაზეც ანუ ჩვეულებრივად ანუ არც კი მოხდა სიტყვა პასუხიც პირდაპირ დაიწყეს ანუ ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს მთელი გზის მონაკვეთი რაც იყო სანამ მივდიოდით სად მივდიოდით ეგეც არ ვიცოდი იმიტომ რომ როგორც წესი როდესაც პოლიციელი გაკავებს გადევს ბორკილს და მიყავ ხარ ხო ნუ მაგრამ ანუ აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო ეს სკოლის პერიოდში რო იყო ხოლმე თამაში ქურდის ზონაში და კორიდორის გავლა გიწევდა დაახლოებით ეგ პერიოდი ეგ სიტუაცია იყო მაშინაც იქ და შემდეგ უკვე ანუ ამ დიდ მასაში სპეცრაზმელების ხალხს ვატარებდნენ კადრები რო ეგეთი რაღაცა არა ესენი დაახლოებით 1-20-მდე იყვნენ იმ მომენტში და ნუ რამოდენიმეს ვეჭირე და რომ მივდიოდით ანუ უკრინარ მირწყავდნენ ანუ რა იქ ყველაზე მიუღებელია ხა ჯერ დაჭერილ კაცს რო ხელს ურტყავ და მე კიდე უკნიდან რო ურტყავ ნუ საერთოდ არაფერში აღარ ჭირდება. ანუ ორი გაკავებდა ესე და ორი გაკავებდა და სიარულის დროს და უბრალოდ მაგ პერიოდში დაემთხვა ის რომ ერთ-ერთი მათგანი გამოიყო და უთხრა რომ კორპუსებიდან ჩანდა ეს ყველაფერი და შესაბამისად ცოტა ხნით გადადეს ეს ყველა წამების პროცედურა და შემდეგ უკვე რაც იყო ყველაზე ისეთი ფაქტორი, როდესაც ეს დაკავების მარშრუტკაშთან მივედით შიგნით როდესაც შემიყვანეს, იქ უკვე რამოდენიმე დაკავებული იყო, უბრალოდ ძირს ეყარნენ ესე უხეშად რო ვთქვათ. და ანუ უკვე აღენიშნებოდათ მათ უკვე მრავალობითი სახის დაზიანება. ნაცემები იყვნენ ზოგს სისხლის დიოდა უჩიდან წვირიდან და სხვადასხვა ესე ვთქვათ ტრავმა ჰქონდათ მიღებული. ერთს ფეხიც ჰქონდა მოტეხილი რა პერიოდში მოტყდა ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მეგვიან მივედი უკვე მაგ სიტუაციაში და შესაბამისად ანუ ძალიან მძიმე სანახაობა იყო თვითონ ეს ყველაფერი და ანუ ამის გარდა კიდე ხო როდესაც შემიყვანეს შიგნით იქაც თითქოს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და თითქოს იმაშებოდნენ და ამოვიდა 6 სპეცრაზმელი 3 შუა კარიდან 3 უკანა კარიდან და ნუ დაიწყეს ან ყოველგვარი შესავალი ყოველგვარი რაღაც დიალოგის გარეშე პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორება შემდეგ როდესაც უკვე ესე ვთქვათ დაიღალნენ თუ როგორც ქვია მათ ენაზე ხო იმიტომ რომ ნუ ეს ხარება კი ამბობს არ იღლებიანო მაგრამ იღლებიან ეგენიც და ნუ მაგათაც აქვთ რაღაც რესურსი ერთ-ერთმა მათგანმა მოიღო ტელეფონი დაგვიწყო ნუ იმ განათებაც არ იყო შიგნით შესაბამისად მობილურის კამერის განათება რაც არის იმით დაგვიწყო განათება და სურათების გადაღება, შემდეგ ვიდეოს გადაღება და იქ უნდა გვეთქვა ხარება მაგარი კაცია. ანუ ეს უკვე დაიწყეს გარდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა უკვე დამცირებაზეც იყვნენ გადასულები, მაგრამ ერთი მომენტი რაც ჰქონდა ყველა ჩვენთაგანს იყო ის, რომ ერთმანეთის მდგომარეობა არ გვაძლევდა იმის უფლებას, რომ იმ მომენტში უფრო სუსტად გამოჩნდეთ, სუსტად ყოფილიყავით. შესაბამისად, იმ პერიოდში ძალიან არც ერთ მათგანს ეს არ გაგვიკეთებია და არავის არ გვითქოს მსგავსი ფრაზა და ნუ ეს მომენტი რომ ნახეს რომ რაღაც ვერ გაგვტეხეს ბრჭყალებში ესე ვიტყოდი და ნუ ამ ფიზიკური ანგარიშსწორებით რამდენი ხანი უნდა ერტყათ ხო რეალურად ხო ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი და ნუ საბოლოო ჯამში ისინიც უკვე დაიღალნენ რა და ამ ყველაფერს მე ანუ ჩატში წყრიდნენ და ჩატიდან ნახულობდნენ ხოლმე, ანუ ღებულობდნენ პასუხს, რომ უკვე საკმარისად ნაცემი ვიყავით, არ ვიყავით, დაზიანებები საკმარისად ჰქონდა თუ არა და ასე შემდეგ. იქიდან იყებდნენ დირექტივს, რომ რაღაცებს დაემატებინათ მათ შორის. კი ბატონო, იყო ეგეთი სიტუაციაც და ნუ რო დარწმუნებოდნენ, რომ კარგად ჩალურჯებული და კარგად დაზიანებული ვიყავით რომელიმე ჩვენგანი. მერე უკვე მაგ ყველაფერს მერე ხდებოდა ის, რომ ნუ იმადგან როგორც კი ბრჭყალებში ესე ვთქვათ, ნებართვას მიიღებდნენ, მერე უკვე გადავყავდით დაკავების ჯგუფთან, საპატრო პოლიციასთან.
ხო მე ცოტა მიჭირს ხა რაღაცა დეტალების გამოკითხვა თან ცოტა მეუხერხულება კიდევაც დაახლოებით რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ამბავი ან შენ შეყვანამდე კიდე იქ ადამიანები იყვნენ შენ შეყვანის მერეც შემოიყვანეს ალბათ ჩემი შეყვანის შემდეგ ჯამში რამდენი იყავით ბოლოს იმ მარშრუტკაში ეს სადღაც 5-ნი ვიყავით თუ 6-ნი ჩვენ რაც დაკავებულები ვინც ვიყავით იმ მომენტში რამე დიალოგის თუნდაც შეურაცხყოფის და გინების გარდა რამე და გარდა იმისა რომ თქვი რომ ხარება კარგი კაცია ამის გარდა მაგარი კაცია ხო ამის გარდა რამე ის დიალოგი იყო აი ესეთი რომ აი რაღაცა აქეთ რამეში ბრალს გდებდე რომ თქვენ ამიტომ გიშვებით რომ ეს გააკეთეთ ან რაღაცა მსგავსი არ ვიცით დაკავების დროს დამისვეს კითხვა იქეთი რომ რამდენს გიხდიან მაგრამ ანუ იმს ფაქტორი ანუ ვერ გაითვალისწინეს რომ ეს ყველაფერი პროტესტით იყო გამოწვეული და რა ვიღაცის დაფინანსებით გარე ძალის ესე შენ მაინც უფრო ფიქრობ რომ აი ამ სპეცრაზმელებს შეიძლება ეს გულწრფელად დააჯერეს და სჯეროდათ რომ აქ იყო რაღაცა დაფინანსებული ხალხი მათ მე ვისთანაც მქონდა შეხება მათი ნუ მიუხედავად იმის რომ ნიღბებით იყვნენ ზოგადად ადამიანთა საუბრის დროს სადაც 5 წუთი საკმარისია რომ მის გონებრივი გასაქანი ესე ვთქვათ გაიგო მიხვდა იმას თუ რა თემაზე შეგიძლია ესაუბრო რა თემას გაწუდება რა თემას ვერ იმას იზავს ვერ გადახარშოს ესე ტერმინით რო ვთქვათ მე ვინ შემხვდა საკმაოდ დაბალი გონებრივი განვითარების იყვნენ და შესაბამისად მათთვის ნებისმიერი თემის დაჯერება ძალიან მარტივი იყო ანუ მიმაჩნია რომ არც პროპაგანდა არ არის მათთვის საჭირო იმისთვის რომ რაღაცა კი ბატონო დამაჯერებლობა შემატო მაგის რამე ესეთი ფრაზა ხო არ გაგიგონია რომ მათ შორის ხო არ ეკითხებოდნენ პირდაპირ რომ აი ეს ესე ვცემეთ ანუ ვინმესთან რამე ვერბალურ კომუნიკაციასაც ხო არ ამყარებდნენ ან იქიდან ჩატებში ყრიდნენ და იმათგან ანუ მოწერილი ქონდათ პასუხი და შესაბამისად მაგას ვერც დავინახავდით იმიტომ რომ ხო ძალიან ცოტა უხერხულ დეტალებს კითხულობ მაგრამ ანუ ეს როგორ ხდებოდა რომ ესეთი რამე მოხდა რომ პირობითად აი ეს გაუგზავნეს ეს თქვენი ნაცემი ვიზუალები, ფოტო და ვიდეო და იქიდან დაბრუნდა რომელიმეზე პასუხი რომ ეს არ არის საკმარისად ნაცემი და ეს ტელეფონი ჩაიდეს და სცემეს ის ადამიანი ესეთი რამეც და რა არის ჩვენ დროს ანუ მე ხა ჩემერე უკვე აღარ შემოუყვანიათ არავინ იმიტომ რომ ცოტა ისეთ სიტუაცია არასტანდარტული სიტუაცია დაემთხვა რა ეს იყო რომ ერთ-ერთი ბიჭი იყო იქ ნუ სახეზეც არ მახსოვს სიმართლე რო გითხრა ხო და როდესაც ჩემთან მორჩნენ ამ ფიზიკურ ანგარიშწორებას, ნუ ეხა რიგრიგობით გადადიოდნენ უკვე სხვაზე და ამ ბიჭს იმ მომენტში ხველება აუტყდა რა და ნუ რომ შევატყვე რომ ცოტა ხანი ამაზე გაჩერდნენ აკი ესახველებდა მეც უკვე ჩავერთე აქტიურად და პირდაპირ მას თქვენი დაუწყე ამათ ესე ვთქვათ შეუტიე სპეცრაზმელებს იმ კუთხით რომ მეთქი უკვე მოწამულია გაზით იხრჩება დროზე ექიმი მოიყვანეთ თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდება და მე უკვე მოგიწევთ უკვე პასუხისგება თქო და შესაბამისად ანუ ნუ ხა ბიჭმაც გააგზელა ხველება მოუმატა ამ ყველაფერს და გააჭრა რაღაც კუთხით გაჩერდნენ შეეშინდათ და უცებ 6-დან ერთი სპეცრაზმელი შეხვდა ხელში ან დანარჩენები უცებ გაიქცნენ და ცოტა ხანი რამოდენიმე წამში სასტრაფოს ექიმის თავის საკაცით მოიყვანეს. ამან ის გაჭრა რომ ნუ უშველეთ ამ ადამიანს რა იმ მომენტში. ხო, ეს საინტერესო ნიუანსია. არ ვიცი რამდენად სწორს ვაკეთებ ამაზე ყურადღებას რომ ამახვილებ, მაგრამ ხო, ნუ უნდა გავამახვილოთ ალბათ. ანუ არსებობენ აქ დამოუკიდებელი მოწმეების, მათ შორის ეს სასტრაფოს ექიმები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ეს საწამებელი მანქანები და ანუ ნორმალური სასამართლოს პირობებში ამ ყველაფრის დამტკიცება არის შესაძლებელი. იმას რომ თავი დავანებოთ ის ფოტოები და ვიდეოები სად არის და სად არის გადაგზავნილი და ვისა აქვს შენახული, ფაქტია რომ ვიღაცებს ესენი შენახული ექნებათ. ანუ ამას გარდა არსებობენ ცოცხალი მოწმეებიც, მაგალითად, იგივე სასტრაფოს ექიმი. ხა იმიტომ ვთქვი რომ არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა თქო, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, არ მოძებნონ ვინ იყო და სად ვინ მივიდა და რამეზე მოქმედება არ მოახდინონ, მაგრამ მოკლედ. მე ამის შემდეგ რა ხდება? ამ არასტანდარტული სიტუაციის შემდეგ და ნუ თვითონ ეს მარშრუტკა რაც იყო ეგრეთ წოდებული დაქოქეს და ეს ეყინა დაახლოებით ბესიკის ქუჩიდან ანუ
ილიას დაკაკის ძეგლი რო არის დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე იყო და შიგნიდან ხა არ ჩანდა არაფერი და გადაგვიყვანეს და რო გააღეს კარები უკვე პუშკინის მოედანზე ვიყავით. და პუშკინის მოედანზე უკვე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მანქანებზე მიყუდებულები და ელოდებოდნენ თავიანთ რიგს, როდის მიეცემოდათ უფლება რომ დავეკავებინეთ და ვსიო. და ეს ნაცემი ხალხი გადმოგიყვანეს, იმათ ჩაიბარეს და შემდეგ ესენი არიან ცოტა გავასწრები ხამოვლენებს ის ადამიანები, ვინც წავიდნენ სასამართლოზე და ილაპარაკეს, რომ ესენი უმისამართოდ იგინებოდნენ და მაგ დროს დავაკავეთო ის ნაწილი გამოტოვეს, როგორ ნადავლივით, როგორ მიუყვანეს თქვენი თავი, ხო? კი, ეგ სასამართლოზე აღნიშნე, როდესაც უთხარი, რომ თქვენ აღნიშნავთ, რომ ბესიკის ქუჩაზე დამაკავეთ, ჩვენი პირველი კომუნიკაცია და კონტაქტი შედგა კიდევ პუშკინის მოედანზე და მაგ კიდე თავისუფლების მოედანია ცენტრში და ნუ საიდან აღმოჩნდით იქიდან აქ და მაგაზეც რა თქმა უნდა მოსამართლემ თვალი დახუჭა და როგორც ხდება ხოლმე. ხო, ეს ჯაჭვი გავაგრძელოთ, მოდი. როცა დაგაკავოთ პოლიციამ ამის შემდეგ რა მოხდა, წაგიყვანეს მოთავსების იზოლატორში და მერე უკვე ეს ამბავი წამიყვანეს მოთავსების იზოლატორში და დაკავების პერიოდში, როდესაც გედედემ დამაკავა, ანუ ჯიბეში თუ რამე მქონდა ნივთები, პირადი ნივთები, ნუ მობილური ტელეფონის საფულე გასაღები, ნუ ყველაფერი ამომაცალეს. ეს იქ მარშრუტკაში მარშრუტკამდე იყო ეს ყველაფერი. სანამ შეგიყვანა. და როდესაც უკვე მიმიყვანეს ვარკეთილში პოლიციის განყოფილებაში, იქ მოიტანეს მხოლოდ საფულე ჩემი პირადობით და ნუ რაც იყო შიგნით ნივთები იმით. მაგრამ არა ტელეფონი. ტელეფონი არა. რო ვკითხე სად შეიძლებოდა ყოფილიყო, ალბათ სადმე ამოგივარდა და დაკარგე და როდესაც უკვე გამოვედი და ტელეფონი ლოკაციით მოვძებნე, იყო ნუ რა ქვია. გედედეს ჰედკორტერში. გედედეს სათაოებში. სასამართლო ჩატარდა ისე რომ შენ იყავი ბრალდებული. რა თქმა უნდა. მოდი ეგ ამბავიც გაიხსენე და მათ შორის როგორც ვიცი მოსამართლეს დაგინახავდა კიდევაც რა დაზიანებები ქონდა, ეს მეორე დღეს მოხდებოდა, ხო? დაახლოებით 30 საათის შემდეგ ამ ყველაფრიდან დაკავებიდან. და აი იქ რა მოხდა, მოკლედ რომ მოგვიყვა ამ სასამართლოს ხდომაზე. სასამართლოს ხდომაზე რაც იყო ჯერ ყველაზე ისეთი ფაქტორი, რომ ჯერ სასამართლოს აქვს წინასწარი დაკავების კამერები ქვედა სართულზე, სადაც ხდება ხოლმე ბრალდებულის მოთავსება, სანამ მისი ამ ბრალეულობა, ანუ დანაშაულობა დამტკიცდება. და მანდ უკვე მიდიოდა ხოლმე ეს ოპერმუშაკებს რო ეძახიან იმათი მხრიდან ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ანუ ჯობდა ადვოკატი არ აგვეყვანა თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე გაგვიშვებდა რამოდენიმე დღიან პატიმრობაში და არა ჯარიმით და ნუ აი რაღაცა თითქოს ეს ვაჭრობის საკითხი იყო რა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში გავსწავლე ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ფონდი იყო მზად იმისთვის, რომ ეს ჯარიმები გადაიხადათ. ეს საუბრის მანერა როგორ იყო, უფრო მუქარით რო არა იყვანო, თუ შენ ხარეს ვარ და შუქს არა იყვანო. იმიტომ რომ როგორ იყო იცით, რუსებს აქვთ ხოლმე ეგ სტრატეგია რა, კნუტი პრიანიკ რო ქვია რა, ანუ ჯერ გირტყავენ და შემდეგ ტკბილეულს გაწვდიან იმისთვის, რომ ეს თავის დანაშაული თან გადაფარონ, თან ის მომენტი რომ ბოლომდეც არ დაგავიწყდეს. აქ უფრო ცდილობდნენ ბოროტი და პროკეთილი პოლიციელის როლის თამაშს, პროკეთილი პოლიციელის ამპლუაში გამოდიოდნენ, რომ იცი რა ჩვენ შენთვის ვართ, თორე ჩემთვის სულ ერთია, სადაც მეტყვიან იქ წაგიყვან და ნუ აი საბოლოო ჯამში ესე მიდიოდა. და მოსამართლემ როცა დაინახა შენი მდგომარეობა, შენ ნებართვით ჩვენ გავუშვებთ ასევე ფოტომასალას შენი დაზიანებების, როდესაც დაინახა შენი მდგომარეობა და ეს ფიზიკური ძალადობის კვალი, რომელიც ცხადად იყო აღბეჭდილი შენს სახეზე, მისი რეაქცია და როგორც ვიცი, შენს გაუმახვილე ამაზე ყურადღება და რა იყო მისი პოზიცია? პირველ რიგში როცა შევედი სასამართლო დარბაზში, პირველი რეაქცია რაც მქონდა იყო ის, რომ მოსამართლეს თვალებში უყურებდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ან თვითონაც ამოეკითხა ჩემგან და მეც ანუ ესე ვთქვათ, მისი გადაწყვეტილების მიღების დროს მისი გულწრფელობაც უფრო მცოდნოდა, ესე ვთქვათ რა. როდესაც შევედით სასამართლო დარბაზში, რაღაცა შეწუხებული სახით, ესეთი რეაქციით მკითხა, რომ ეს რა დაგმართნიაო და ნუ მეთქი დაკავების პროცესში მეთქი და ნუ მოვყევი რაც იყო სიტუაცია და თვითონმე შემაწყვეტინა და ამას სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებსო და შესაბამისად ჩვენ უფრო
სხვა დეტალები გაინტერესებს. ანუ ამ სხდომაზე მაგაზე არ ვსაუბრობთ. ხო, ნუ ეგ თქვენი პირადი პრობლემაა დაახლოებით, რა ის ეგეთი მიდგომა უფრო გამოვიდა რა. და საბოლოოდ დაგაჯარიმეს? საბოლოოდ დამაჯარიმეს 2500 ლარით და აქეთ დამნაშავეთ მცნეს. უბრალოდ ის ფაქტორი იყო, რომ იმ მომენტში აპირებდნენ ჩემ გაშვებას რომელიმე თავისუფალ კაპეზეში, მაგრამ ერთადერთი ის რაც იყო, მაშინ მოსამართლეს უთხარი, რომ მე მქონდა დაზიანებები მიღებული, მქონდა ტვინის შერყევაც იმ პერიოდში და შესაბამისად მჭირდებოდა წოლითი რეჟიმი, მჭირდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა, მჭირდებოდა ამ ყველაფრის გადაღება და შესაბამისად არც ერთ კაპეზეში და არც ერთ დაწესებულებაში შესაბამის პირობები არ ჰქონდათ მათ. რის გამოც ესე ვთქვა და თავი არ გაიწყელეს, რომ რაღაც არ გაურთულდეს და ხო. იმიტომ რომ იმ მომენტში მქონდა მიკროჩაქცევები თვალბუდეში და ნუ ბევრი ისეთი დაზიანებები მქონდა მიღებული, რაც მოკლედ შეიძლებოდა უფრო ცუდი შედეგი დასრულებულიყო. ვინ იყო მოსამართლე? მილდენბერგერი ლელა. კიდევ ვინმე სახელის ხსენება თუ გინდა, ვინც ამ პროცესში იცანი ან ჩართული იყო, ან ცრუმოწმენას შემდეგ, ჩემი აზრით, თუ გახსოვს უბრალოდ ფიზიკურად, საზოგადოება უნდა იცოდეს ამის შესახებ, ეს ჩემი აზრია. შენ როგორც გინდა, მეტი ისეთი ამ სიტუაციაში არავინ აღარ იყო, იმიტომ რომ რეალურად ხა ეს პოლიციელებიც ცრუმოწმე რამდენი იყო? ორი. რეალურად ისინი იყვნენ, ვისაც მიგიყვანეს, ვინც მიგიყვანეს, ისინი იყვნენ და სიმართლე გითხრათ, აი ისინიც უფრო ისე იყვნენ რა, ანუ არსიამოვნებდათ რას აკეთებდნენ და პლუს თვითონაც კარგად ხვდებოდნენ ახლა მით უმეტეს პოლიციაში როცა მუშაობდა წლების განმავლობაში კრიმინალთან შეხება, ანუ ადამიანს ატყობ ეგრევე რისი გამფუჭებელია და რისი არა, ესე ვთქვათ რა. და თვითონაც კარგად იცოდნენ ეს სიტუაცია, კაპეზეც რო გადაგვიყვანეს იქაც არაფერი ზედმეტი არ მომხდარა, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებოდნენ იმას, რომ 24 საათში უნდა დაგვეტოვებინა იქაურ ის სიტუაცია და პლუს ამას კიდე რეალურ დამნაშავეებთან არ ქონდათ შეხება და ნუ ისე დაემთხვა, რომ კაპეზეში სადაც ვიყავით, წინასწარი დაკავების დაწესებულებებში იქაც ძალიან ისე გვეპყრობოდნენ რა. იქ ნორმალურად. რა თქვეს ანუ ამ ცრუმოწმე პოლიციელებმა სასამართლოს ხდომაზე? ცრუმოწმე პოლიციელებმა თქვეს ის, რომ დამაკავეს პუშკინის ქუჩაზე, პუშკინის ბოდიში ბესიკის ქუჩაზე, რაზეც მაშინვე შეუსწორე მოსამართლესთან და უთხარი, რომ აქ არასწორი ინფორმაციაა და ჩემი დაკავება მათ მიერ მოხდა პუშკინის ქუჩაზე, ხოლო მანამდე რაც მოხდა ამ ყველაფრის გამოტოვება არ გვინდა რომ მომხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ცდილობდნენ, რომ ეს ვითომ არ ყოფილას. აი, იმიტომ დავაკავეთ, რომ იგინებოდა. უმისამართად იგინებოდა და არ დაემორჩილა დაშლისკენ მოწოდებას. და ეს ნაწილი სპეცრაზმელების მხრიდან შენი დაკავების და მე იქ მიყვანის სამარშრუტო ტაქსში და ცემის და შემდეგ შენ ეცდებოდი რომ მოგეყოლა ეს მოყევი თუ არც მოგაყოლეს? არც დამასრულებინეს რეალურად, იმიტომ რომ ანუ თვითონ მოსამართლემაც არ მომწეს ტყვის საშუალება, ესე გამოსულიყავი და მეთქვა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ როგორც კი დავიწყე, რომ როგორც მკითხა მე ეგრევე პასუხის რეჟიმში უთხარი, რომ მეთქი ესე და ესე. მოხდა გედედეს მხრიდან ჩემი დაკავება და საბოლოო ჯამში როგორც კი სიტყვა გაიგო, უკვე თემიდან გადავუხვიე თვითონ. ასე კი. ამის შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ შენ ფორმალურად როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენე მოგენიჭა დაზარალებული სტატუსი. ეს როგორ მოხდა და შემდეგ ამ ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე ამ დროის განმავლობაში სად არის ეს საქმე? საქმე რაში მდგომარეობს? რამოდენიმე ანუ თავიდან მაინც და მაინც დიდად ანუ ყველაზე ისეთი ფაქტორი რაც იყო აქ. როგორც კი გამოთავისუფლეს, მაშინვე სასამართლო დარბაზიდან გამოვედი თუ არა, არც ტელეფონი, რა თქმა უნდა, დაკარგული. საფულეც, საბუთების გამო დამიბრუნეს, ასე ვთქვათ და ჩემ გარდა კიდე იქ სხვები ვინც იყვნენ და ვისაც ნაკლები დაზიანება ჰქონდა, ისინი გაუშვეს უკვე რამოდენიმე დღიან პატიმრობაზე და ახლობით 10 დღიან პატიმრობებზე და საბოლოო ჯამში აკეთეს ისე რომ
როდესაც უსჯიდნენ ხო, თბილისთან ახლო მდებარე ტერმინს გამოვიყენებ კიდევ კაპეზები, ყველა იყო გადავსებული და ვისაც უშვებდნენ უკვე უწევდა ზოგს ზესტაფონი, ზოგს სენაკი, ზოგს ბათუმი და ასე შემდეგ. ანუ რაც შეიძლება შორს დედაქალაქიდან, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ როდის გაგანთავისუფლებენ არ იცი. ზუსტი დრო რომ სიტყვაზე ან ოჯახის წევრმა გაიგოს, ჩამოგაკითხოს, დაგიყვანოს ან რაღაც დაგიკავშირდეს და შემდეგ მოახდინოს ტრანსპორტირება. და ნუ აი ამ წვრილ მანებსაც კი იყენებდნენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს წამება გაგრძელებულიყო რა ესე ვიტყოდი. ანუ აი მაგ დეტალებზეც კი ამახვილებდნენ ყურადღებას. ხო, ნუ ოჯახი ახსენე და დარწმუნებული ვარ შენზე არამეტად რთული პერიოდი გამოიარა ოჯახმა, ხო? ეხლა რაღაც ისეთ სტილში არ მინდა ამაზე ლაპარაკის დაწყება, რომ აი რაღაცა ზოგიერთი ესეთი სპეციფიკური გადაცემის სტილში, მაგრამ ის მაინც თუ აცნობეს, რომ სასამართლოს ხდომა როდის იყო და ანუ ამ კუთხით რა მაინც თუ გამოიჩინეს ვიღაცებმა მაინც იმ სტრუქტურებში. არაფერი არ უცნობებიათ, არავის. ერთადერთი რაც იყო დაკავების დროს, ერთ-ერთ დაკავებულს მივეცი ოჯახის წევრის ნომერი და რომ დაერიკა და ეთქვა რომ აქ და აქ ვიყავი და შესაბამისად მათი მეშვეობით გაიგეს. დაკავებულს თუ ანუ ერთ-ერთ დაკავებული გაუშვეს გაუშვეს პირდაპირ სასამართლოს დაიბარეს, ანუ კაპეზზე აღარ გადაიყვანეს. და უბრალოდ რომ გადიოდა ნომერი მივეცი ოჯახის წევრის, რომელიც დაუკავშირდებოდა და შესაბამისად ეთყოდა რომ მე აქ ვიყავი და სწორი მიმართულებით ვეძებე ესე ვთქვა. ხო, როგორც მინიმუმ ცოცხალია ადამიანი და ხო, სუნთქავს კარგად არის ესე ვთქვათ. და რამდენადაც შეიძლება კარგად დაერქვას. არ მინდოდა ეს ინფორმაცია ცოდნოდათ პირიქით, იმიტომ რომ სანამ ნახავდნენ მაინც თავისებულის რა თქმა უნდა ეფექტი რაც არის. და შემდეგ როგორ მოხდა რომ ეს სტატუსი მოგენიჭა დაზარალებულის და ახლა რა ხდება? რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ჩემი იურისტი რაღაც პერიოდის განმავლობაში ურეკავდა, უკავშირდებოდა, არკვევდა მდგომარეობას, ანუ რა შეიცვალა და რა არა, ნუ მაგ დროს მოგვანიჭეს, ოღონდ მანამდე ხარებას მიანიჭეს როგორც დაზარალებული სტატუსი და გედედეს რამოდენიმე თანამშრომელს და პოლიციელს კიდე. და ამის შემდეგ რომ უკავშირდებით, სავარაუდოდ თქვენ შემთხვევაში როგორც სხვა შემთხვევებში გამოძიება მიმდინარეობს თუ მოკვლევა თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც აიღო ეს საქმე, დახურეს რამოდენიმე თვეში, გააუქმეს საერთოდ. და ახლა სად არის ეს საქმე კაცშვილმა არის? სავარაუდოდ პროკურატურაში უნდა იყოს გადასული, მაგრამ იქაც რომელიმე თაროზე დევს. იმიტომ რომ დიდად ესე ვთქვათ, არავინ არ არის ჯერჯერობით არც მოძიებული, არც პასუხისგებაში მიცემული და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ვაკვირდები აი ამ დღეების განმავლობაში რამოდენიმე დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდა უკვე აი გურამ როგავოს საქმე რო ავიღოთ და დაახლოებით იმ დღეებში მოხდა ეს ყველაფერიც, ხო? ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ციხე შიგნიდან ტყდება, ისევ თვითონვე ყიდიან ინფორმაციას, როგორც ჩანს. და ისევ თვითონვე იწყებენ ხელიზადებას იმ ადამიანებზე, ვინც ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში იყო გარეული. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ეხლა რაც არ უნდა იძახონ, რომ იცი რა, სამხრე ნიშანი არ ქონდა და განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნომერი არ ქონდა და ასე შემდეგ, თვითონ ყველაფერი კარგად იციან. სახელებიც, გვარებიც, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ რა სასრულებდა, ვინ რა შეტყობინება გადააგზავნა, ვინ ჩააბარა, ეგრეთ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პასუხი, რომ აი ამ ზომამდეა მიყვანილი და ასე შემდეგ, როდესაც ხდებოდა ჩვენი სურათების და ჩვენი მონაცემების გაგზავნა. და სავარაუდოდ მოლოდინი ჯერჯერობით არის კიდე იმის, რომ იდენტიფიცირება მოხდება იმ ადამიანების. ხო, ზოგადად არ მრჩევია ეს რაღაცა პათეტიკური კითხვები და არ მინდა ხა ესე გამოვივიდეს რაღაცა ძალიან რთული ეთერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემი რაც ცხოვრება არ მხოლოდ ეთერი, საუბარიც ალბათ ადამიანთან რა და გასახსენებელთაც ხო, რაღაცნაირად მერიდება რომ კითხვები, ანუ თავში რაღაც კითხვა მომდის, მე რო ვატარებ იმ ფილტრში, აი გულახდილად რო გითხრა, რომ აი ხა ამ დროს ადამიანს თამაზე რო გესაუბრება, ეს კითხვა დავსვა, ანუ ვარ ცოტა დამონჯებული მართლა მეც და ამის მერე როგორ
გააგრძელე ცხოვრება, ეხლა ეს მაინტერესებს, ხო, რაღაცა დაგიტოვა, რამე ფსიქოლოგიურადაც ხო იმოქმედა შენზე, არ ვიცი, ეს მაინტერესებს. ფსიქოლოგიურად როგორი მომენტია გეტყვი ახლა, რომ ცხოვრებაში ახლა არაერთი სირთულეა. რაც უფრო თავს დაუხრი სირთულეს და რაც უფრო დაიმორჩილები, მით უფრო უარეს სიტუაციაში ამოყოფ თავს. მაშინაც კი, როდესაც აი ყველაფერს წინააღმდეგობას უწევდი და დღესაც უწევ, არის ის მამოძრავებელი ძალა არსებობს, რომ იმაზე ფიქრი თუ რა დიქტატურაში უნდა გავიღვიძოთ ხვალდაზე, უფრო მეტად მძიმე მგონია და უფრო მეტად, ესე ვთქვათ, საშიში შესაბამისად ამ ყველაფერზე მაშინდელი ჩემი პასუხიც იყო ის, რომ იცი რა, ჩვენ ამას არ გავატარებთ, არ დავნებდებით. აი იყო ჩემი პასუხი მაშინ. ეს პასუხი არის დღესაც, იმიტომ რომ დღესაც მიმაჩნია, რომ არაფერი ისეთი სერიოზული წინსვლა არ ქონია, რომ რაღაც სითქმა ყოფილი ვიყოთ და დანარჩენი კიდე როდესაც ვუყურებ ესენდის პატიმრები რო ავიღოთ, რატომღაც უკვე ყველა მეორე ფლანგზე გადაწია და არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ რა არცით 2 დღის მერე მოხდა ამ ბიჭების დაკავება. იგივე გიორგი ახობაძე იყო, იგივე ნიკუშა კაცია, ონისე, ანდრო. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და არ მიყვები ამ სიას. კიდე ძალიან ბევრი დააკავეს 4 ოქტომბერს, როდესაც სუსის მიერ დადგმული სპექტაკლში შემთხვევით სასახლის ღობის მიღმა აღმოჩნდეს რამოდენიმე ადამიანი. და არ აღმოჩენილა მიღმა ისე დააკავეს. ხო, ზოგს ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ რაღაც განსხვავებული აზრი ქონდა და ღიად საუბრობდა ამ ყველაფერზე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა დამთავრებულია, პირიქით, დღესაც უნდა გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. დღესაც კი ამას წინათ შევხვდი ინტერნეტში, როდესაც სკროლავდი, ცოტნე ივანიშვილი იყო გამოსული და რაღაც ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს თითქოს და ერთს ვიტყვი, რომ ტიტუშკების გარემოცვაში, როდესაც ზიხარ და საუბრობ იმ თემაზე, რომ იცი რა, მე ვგმობ ძალადობას, თუ გმობ ძალადობას, მაშინ რატო გიმშვენებს გვერდს ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობის ერთ-ერთი მონაწილეა, ხო, სწორია. ხო და ამის გარდა კიდე, როდესაც იყო ჩემ დროს უბრალოდ მაშინ იყო ხოლმე სახლთან დახვედრები და ნუ აი ბევრს ფიზიკურად სახლთან გაუსწორდნენ. არაერთი მის იყო შემთხვევა. ტელეფონზე გინებებზე რო აღარაფერი იყო. ნუ ტელეფონზე რას შებოდნენ, ნუ ეგ კიდე არაფერი იყო იმის ფონზე, ხო, ნუ ეს მუქარები და სასქონდათ. და დღეს კიდე მიმაჩნია, რომ აი თუ არა უბრალოდ მიუღებელია ნებისმიერ დიალოგზე საუბარი, როდესაც ეს ბიჭები, იგულანაშაულო ბიჭებზე მაქვს საუბარი, არაფრის გამო სხედან რეალურად და არაფრის გამო კარგავენ ცხოვრების ამ წლებს. იმიტომ რომ ყველა თავის სფეროში რაღაცას აკეთებდა, ხო, ელემენტალურს, ანუ სულ არაფერი გაეკეთებინა, ყოველ შემთხვევაში არც აშავებდა და იმ ადგილს იკავებენ, სადაც რეალურად მართლა დამნაშავე უნდა იჯდეს. და არა ის, რომ ოსტყვაზე ერთ-ერთ საქმეში ეწერა პლასმასის ბოთლის სროლა, ხო, რომელთაც არავინ არ დაზიანებს. შენ რა ისტორიები მოყევი? რა ტიპის ანგარიშწორების წამების პირდაპირ, ეს არ იყო მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა, ხო, ამას ქონა წამების ფორმა და ამაზე არავინ არ ზის. ერთი კაცი არ არის დასჭილი ამაზე და ამ დროს იქ ვიღაცამ რაღაცა ისროლა პლასმასის ბოთლის გამო შეიგინა, თუნდაც ფეიერვერკი, აი რა მოსატანე ხა იმასთან რაც შენ მოყევი და ამის გამო, ხო, ნუ არ ვიცი, იცი რა არის, მე არ ვიცი ამ ჩვენს ეპიზოდს რამდენი ნახვა იქნება, რამდენი ადამიანი უყურებს, იქნებიან თუ არა, ყველაზე მეტად ამ წუთას ეს კითხვა მაქვს, აი ხა შენ როცა გისმენ. იქნებიან თუ არა ჩვენ მაყურებელში ადამიანები, რომლებიც მოგისმენენ და აქამდე არ ფიქრობდნენ ასე, მაგრამ აი ხლა შენ რომ მოგისმენენ, უფრო თვალნათლივ დაინახავენ და გაითავისებენ რასთან გქონდა საქმე და რასთან გვაქვს საქმე. ეს კითხვა მაქვს, რომელზეც რა თქმა უნდა შენ არ გისვამ და არც შენ ვერ გექნება ამაზე პასუხი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნებიან ასეთი ადამიანები და ერთი ადამიანიც რო იყოს ასეთი, ალბათ ამ ეპიზოდის ჩაწერა ნამდვილად ღირდა და რა ვიცი, მადლობა მინდა გითხრა შენ იმ ყველაფრისთვის დაწყებული იქიდან რომ ამ ბრძოლაში იყავი, თან ამ ბრძოლას დაგიძახებ, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი, უბრალოდ მე გადავრჩი, არ მოხვედრი ვარ მაგ მანქანაში
გაგრძელებული იმისთვის, რომ შენ რაღაცა არ დაკარგე ადამიანურის და მოქალაქის სახე და აი ახლა როგორც საუბრობ სიტყვებს არჩევ მათ შორის ხომ ხო ვაკვირდები, ბევრ რესპონდენტთან მქონია შეხება, რაღაცათან ცდილობ რო კიდევ რაღაცის მიმართ შეურაცხყოფელი არ იყო, ესეთი ტერმინი არ გამოიყენო, ეს არის ძალიან დასაფასებელი ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, აი ამ ყველაფრისთვის, ახლა რო ჩამოთვალო რამდენი მაქვს სამადლობელი, პირველად გნახე ღმერთი რჯული, დღეს შევხვდით ჩვენ ესე პირველად პირისპირ ერთმანეთს და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ამ ყველაფერს გავიხსენებთ, როგორც ცუდ მოგონებას, რომელიც შეიძლება წლების მერე იმდენად მკვნეული აღარ იყოს. იმედია ეს ყველაფერი მალე მორჩება, დასრულდება, იმიტომ რომ რა არის ცით, გარდა იმისა, რაც მოხდა, ანუ უფრო მნიშვნელოვანი, რაც მიმაჩნია არის ჩვენი ქვეყნის საგარეო სიტუაცია, რა თავი გვა გაყოფილი. რასაც ვუყურებ და რასაც რაც ძალიან მიუღებელია ჩემთვის და იგივე პროტესტი რაც მანამდე მქონდა მაქვს დღესაც, იმიტომ რომ რეალურად ამიერკავკასიაში ლიდერის პოზიცია დავკარგეთ. ჩვენ მთავარ მოკავშირესთან საქმეებს ვიფუჭებთ ყოველდღიურად. ჩვენ საქმეს ვინც აკეთებს და იმ ქვეყანას უკრაინას, რომელიც ჩვენ მაგივრად შეიძლება ითქვას იბრძვის, მაგივრადაც არ არის თავის პრობლემების გამო, მაგრამ ჩვენ მტერს ებრძვის, რომელიც რომ არა ეხლა ეს კონფლიქტი დღეს ალბათ უკვე ჩვენთანაც იქნებოდა შემოსულები და აი ამ პროტესტის შემდეგ უფრო რთულია რომ აი ყველაფრის ესე პირდაპირ უყურო და თქვა რომ იცი რა ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. შესაბამისად ის ფაქტორი და ის მომენტი, როდესაც გვეკითხებიან თუ იცი რა არ მოგწონთ, გაძვირებულ ფასებს რო თავი დავანებოთ იმ პრობლემებს თავი რო ერთ თემას მინდა კიდე შევეხო, რომელიც ეხლა წამოიწია საკმაოდ აქტუალური თემაა, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების აქცია არის კანცელარიასთან, ხო? ერთადერთი ითხოვენ რომ ის მკურნალობის კურსის დაფინანსებას, ითხოვენ იმ წამლის შემოტანას და რამდენია, ხო? 3000 ადამიანზე ერთი შეიძლება იყოს ამ დაავადებული სტატისტიკის მიხედვით. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ესე ვიტყოდი ბჭყალებში ამასაც, ცდილობს კი არა არიშურებს თანხას წყლის ჭავლის მანქანებისთვის, არიშურებს სპეცრაზმის ეკიპირებისთვის და როდესაც ენანება დაავადებული ადამიანის გადასარჩენად, აი ძალიან ამაზე მეტი დიაგნოზი რა უნდა ძალიან ცუდი და ძალიან ესე ვთქვათ სიტყვებს ან სწორად აღნიშნეს სიტყვებს არჩევდა ისე საუბრობ და არ მინდა რომ კიდე რაღაცა ძალიან ისეთი რაღაც სიტყვა წამოუცდეს და მინდა რომ მაინც კორექტულად გამომივიდეს და ამაზე მძიმე სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია რომ ხო მე წარმომდგენია ხა შენი მდგომარეობა მე სპეციალურად კითხე ამის შემდეგ როგორ ალბათ არის მომენტები როცა ჩაფიქრდები და ეს ისევ გახსენდება არის მომენტები როცა რაღაც ისევ ტელევიზორში ხედავი დარბევის კადრებს და გახსენდება შენი პირადი ის და ხო ეს იმედია რომ შენზე ფსიქოლოგიურად ძიმეთ არ აისახება მაგრამ ხო ეს შეუძლებელია ადამიანზე არ იმოქმედოს ამან ემოციურადაც ხო იმ კომფორტის ზონაში არ ვართ რომ რაღაც დარტყმამ ესე ვთქვათ გაგვაჩეროს პირიქით და გავიაზროთ ის რომ ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ ყოველი ახალი ნაბიჯის შემდეგ კიდე და უარესია უფრო უარესი ნაბიჯი მოდის ხოლმე როგორც წესი და შესაბამისად ჩვენ რო ვთქვათ რომ იცი რა იმის გამო რომ ესე მოგვექცენ ჩვენ უნდა დავждეთ სახში ჩუმად ვიყოთ მე თავიდანვე მქონდა ეგ შემომითვალეს ასე ვთქვათ შინაურების ენით რომ იცი რა ცოტა ხანი არ გამოჩნდე და პირიქით პირველი რაც გავაკეთე ტელევიზიაში წავედი და ყველაფერი თქვი იმის გამო რომ ჩემ შემდეგ ვიცი დაკავებაც მოხდებოდა იმისთვის გაცილებით მარტივი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ჩემ მერე ვისაც დაუპირებდნენ, ვის დაკავებასაც დააპირებდნენ, უფრო ფრთხილად ყოფილიყო ის ადამიანი. და ყველას ცოდნოდა ის სიტუაცია, რომ როდესაც რობოკოპების უკან ჩაბდაბურული მარშრუტკა იდგა, ეს რისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, მალევე მოხდა,
დაახლოებით ერთი თვეც არ იყო გასული ამ სიტუაციიდან, რაც ეს ამბავი საინფორმაციო წყაროებიდან გავრცელდა და შესაბამისად მალევე მიიღეს ზომები, ანუ იმდენად თამამად და იმდენად გაბედულად ვეღარ მოქმედებდნენ. შესაბამისად რაღაც მხრივ რაღაც დაბრკოლება შეუქმნით. იმით რომ ეს ყველაფერი გავასაჯაროებთ ამათი ქმედებები. ამათი ეს ინფორმაცია. ხო. ასევე არ ვიცი ტყუილი მიმართვა იქნება, მაგრამ მე რაღაცა ჩემ თავთან მოვიხდი ვალს და მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვის ტელეფონებშიც ეს კადრები დღემდე არის დარჩენილი. თუნდაც თავადვე იყოთ მოძალადეებიც და ამ კადრების გადამღებებიც, სადღაც მოიქეცით სწორად ცხოვრებაში და ეს კადრები გაასაჯაროეთ, რომ თემა მსოფლიომ ნახოს უკვე ფაქტობრივად დადასტურებული რა ხდებოდა იქ და რას უკეთებდნენ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საღაზრზე მყოფი ადამიანი ისედაც არ შეიტანს ეჭვს იმის სხვადასხვა არა მხოლოდ ამის ხოს მარტო შენ არ ყვებითან სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა ადამიანის ერთმანეთთან აბსოლუტურად კავშირში არ მყოფი ადამიანის მიერ მოყვანილი და მოყოლილი იდენტური ისტორიის, ხო, რომლებიც იმ დროს იმ კონკრეტულ მომენტში ყვებოდნენ. ხო, ეს რა თქმა უნდა არავის დასიზმრებია, ეს საწამებელი მანქანები მართლა არსებობდა, მაგრამ აი იმ კადრებს, რომლებიც ვიღაცებს გაქვთ გადაგზავნილი, გადმოგზავნილი ან საკუთარ ტელეფონში, აქვს გაცილებით სხვა ფასი და ეს თუნდაც იმიტომ იქნება ეს პირდაპირ ისეთი ტიპის მტკიცებულება, რომელზეც პროკურატურა ვეღარ იტყვის, რომ ეს საქმე თაროზე მაქვს შემოდებულიო. და ანუ როგორ არ იტყვის ახლა ისე ყოველთვის მოიგონებენ რაღაცებს, მაგრამ ნუ რაღაცა წინ წაწევს სამართლიანობისთვის ბრძოლას, მოდი ასე ვთქვათ რა. კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და პირობას გაძლევ, რომ აუცილებლად გავაშუქებთ ამბავს, როდესაც კონკრეტულად შენ და ასევე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგება და დიდი სიამოვნებით გამოვიტან ყველა იმ ადამიანის სახელ და გვარს, რომელსაც ეს ჩაიდინა, როდესაც ეს ყველაფერი ცნობილი გახდება. მადლობა თამია.